მოგესალმებით ზუსტად მაყურებლებო, ვიწყებთ პალტრანიუსის გადაცემა Newsrooms და ბევრ საინტერესო პოლიტიკურ ამბავს განვიხილავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოხდარ ამბებს. საუბარი მაქვს მაგალითად ირანის მოვლენებზე, სადაც ვითარება უკიდურესად გამწვავდა, გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებები მოვისმინეთ ბევრ თემაზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება და ბევრი სხვა საინტერესო ამბავი. ამასთან დაკავშირებით კი სტუმრად გვეყოლება ორი ადამიანი, გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი და გაცემის მეორე ნაწილში იქნება ჩვენი სტუმარი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი პავლენიშვილი. ახლა კი მოკლე ერთწუთიანი საინფორმაციო კოლაჟის დრო, რომლის შემდეგაც პირდაპირ ეთერში დაგიბრუნებით. სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა საკონტროლო გამოშვებ პუნქტს adaxlos საავტომობილო ზონაში ბრალდებულის პირადი შემოწმებისას 34 აბი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მტკიცებად ამოიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში. გასულ წელს რეგიონში სახელმწიფო კონტროლი 512 ობიექტში ჩატარდა. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტის ფილიალებს ეწვია. მინისტრმა კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშების საზეიმო აღმართეს. დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე გაიმართა. მაშასე გიბრუნებით ეთერში და ვაგზავნებთ საუბარს გიორგი მელაშვილთან. მოგესალმებით გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის, გილოცავთ ძველით ახალ წელს და ამის ქართული უფრო ლამაჟსატყვისი კალანდობას და მოკლედ დავიწყოთ საუბარი ირანზე, სადაც ვითარება საკმაოდ მძიმეა და დაღუპულთა ამბობენ, რომ ყოველ შემთხვევაში 10,000 გადასდა დაღუპულთა რიცხვი და საკმაოდ მძიმე კადრები ვრცელდება, სადაც რეჟიმი სასტიკად უსწორდება მომიტინგეებს, მათ შორის ძირითადად ახალგაზრდებს. თქვენი შეფასებით საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, ეს უკვე რეალურად არის ის ფაქტი, რომ რეჟიმს წყალი შეუდგა თუ მხოლოდ გარკვეული კრიზისია, რომელსაც გადალახავს ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება. გამარჯობა, მივესალმებ მაყურებელს, გილოცავთ კალანდას. რაც შეეხება ირანს, მდგომარეობა მართლაც მძიმე არის, მაგრამ ძალიან რთული იქნება ასეთი ავტორიტარული, კონსოლიდირებული, თეოკრატიული, ანუ იდეოლოგიზებული რეჟიმის მოშორება საგარეო დახმარების გარეშე. ირანელები აღმაფრთოვანებელი არის მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის, როდესაც შეუიარაღებელი ადამიანები მიდიან რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც იარაღი აქვს, რომელიც პირდაპირ კლავს ადამიანებს. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ საავადმყოფოებშიც კი დაშავებულებთან იყვნენ შესულები და იქაც კი ამოხოცეს ადამიანები კი. და უბრალოდ აღმაფრთოვანებელი არის ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის. ძალიან რთული იქნება ასეთი რეჟიმის განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უკვე შეასუსტეს ამ რეჟიმის შესაძლებლობები, როდესაც მოხდა საჰაერო დაბომბვა ცოტა ხნის წინ, მაგრამ აშკარა არის, რომ თუ არ მოხდება სერიოზული საგარეო დახმარება, მასშტაბური და ამის პოტენციალი აქვს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ძალიან გაუჭირდებათ ირანელებს ასეთი კაციჭამია რეჟიმთან დაპირისპირება. და რაც შეეხება უკვე სწორედ ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, გუშინ ჩვენ ნახეთ და მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, მან კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა ირანის თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს და იქვე დაამატა, რომ უკვე დროა რომ მათ დაიბრუნონ საკუთარი ინსტიტუციები ამ ადამიანებმა და ამასთანავე თქვა, რომ დაწერა, რომ დახმარება უკვე გზაშია. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკვე მან დაანონსა ფაქტობრივად სამხედრო ჩარევა ამ კონფლიქტში, შიდა კონფლიქტში ამ ეტაპზე. ჯერჯერობით სამხედრო ჩარევა არ ყოფილა, ჩვენ არ ვხედავთ სამხედრო ჩარევისთვის აუცილებელ გარკვეულ დეტალებს, მაგალითად შეერთებული შტატების ძირითადი ავიამზიდები არც ერთი არ არის ამჟამად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მათ გადმოყვანას დაჭირდება დრო. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ბაზა იქვე, ყურეში, კატარის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ბაზების გამოყენება
ასევე არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არიან ირანთან და იმ შემთხვევაში თუ ირანი გადაწყვეტს პასუხისგაცემას, ამერიკელი სამხედროები პირდაპირ იქნებიან მათი артиლერიის артиლერიის არა, ზოგადად მათი დაფარვის არეალში. ანუ ამ მხრივ შეერთებული შტატები საკმაოდ ფრთხილობენ. ეს გასაგებიც არის, ასევე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთს და სხვა ქვეყნებს მაინც არ უნდათ ამ კონფლიქტის გადაქცევა სრულმასშტაბიან ომში და ამიტომ ესეც გარკვეულწილად ზღუდავს შეერთებული შტატების შესაძლებლობებს. თუ ტრამპი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა ეს წინააღმდეგობა არის გადალახვადი, ამერიკელების სამხედრო პოტენციალი არის უბრალოდ შეუდარებელი, როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად. და ამიტომ თუ მათი მხრიდან იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ისინი შეძლებენ ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას და ირანელების მხარდაჭერას. თუმცა კიდევ ერთხელ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ არ ვხედავთ სამხედრო მომზადებას. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ იყო რუსული საგარეო უწყების განცხადება, სადაც ისინი საუბრობენ აი სტანდარტული პროპაგანდისტული კლიშეებით, ნარინჯისფერ რევოლუცია და სხვა ბოდვები. და აქაც კი ჩანს, რომ ამერიკელები და ისრაელი არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც მოხდა ირანში. ეს იყო მათთვის მოულოდნელობა, იმიტომ ანუ მათი ჩარევის გარეშე ხორციელდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ეს იყო ეკონომიკით გამოწვეული პროტესტი, რომელიც გადაიზარდა იმაში, რასაც ახლა ვხედავთ და ამერიკელებს რომ ნდომებოდათ ან მზად ყოფილიყვნენ, ну სულ მცირე ერთი ავიამზიდი მაინც იქნებოდა რეგიონში. ხო, თუმცა ამის წინაპირობა იყო, წეგან თქვით, შტატებმა ორიოდე თვის წინ რომ დაბომბა ირანის ამერიკის შეერთებულ შტატებმა არაბოდიში ისრაელმა და ასევე შტატებმა ცალკეული წერტილოვანი დარტყმები რომ მიაყენეს და შეიძლება თუ არა რომ აი ასე წერტილოვანი დარტყმებს ეულოდოთ რომელიმე ქვეყნისგან, ამას არ სჭირდება ხომ დიდი ავიამზიდები და განსაკუთრებული შეერაღების მობილიზება რეგიონში. საუბრობ მცირე წერტილოვან დარტყმებზე, როდესაც მაგალითად ისრაელმა ცალკეული მეცნიერები მოუკლა, ვინც მუშაობდა ბირთვული ტექნოლოგიის შექმნაზე ირანში. ასეთ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ თუ არა, რადგანაც ამან საკმაოდ ძიმე ნოკდაუნში ჩააგდო ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება. არ არის გამორიცხული, ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის სპეციალური სამსახურების მიერ ირანში ოპერირება დიდი ხნის განმავლობაში იყო შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც რაღაც დოზის იყვნენ ჩართულები, თუმცა კიდევ ერთხელ თუ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გავიგოთ რა არის. შეიძლება ეს იყოს რეჟიმის ცვლილების გადაწყვეტილება, შეიძლება ეს იყოს მოლაპარაკების, შეიძლება ეს იყოს მოლაპარაკებაზე იძულების გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ახლა ხან ვიტკოფი შეხვდა ირანის პრეტენდენტს მეზაფახლების კი და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს დიპლომატიური მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ტრამპმა პირდაპირ უარი თქვა აიათოლების რეჟიმის წარმომადგენლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, გაავლო ორი წითელი ხაზი. ვნახოთ ამ წითელ ხაზებზე რა იქნება რეაგირება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ადრე იყო ასევე გავლებული წითელი ხაზები სირიაში ობამას ადმინისტრაციის მიერ და ის რომ არ მოხდა ამ წითელ ხაზებზე რეაგირება, ამან გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში სერიოზული ძალის ვაკუუმი. ამჟამად სიტუაცია არის სრულიად განსხვავებული. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთხელ უკვე გამოიყენეს ძალა ირანის წინააღმდეგ, მათ აქვთ პოტენციალი რომ ეს კიდევ ერთხელ და თუ საჭირო არის კიდევ რამდენჯერმე მოხდეს, მაგრამ ერთადერთი რაც ჩემი აზრით გამორიცხული არის, ეს არის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია. ერაყის გამეორება არ მოხდება. ავღანეთსა და ერაყის გამეორება ამერიკელებს არ უნდათ და ძალიან დიდი ალბათობით ეს არც მოხდება და არც იქნება საჭირო. თუმცა განიხილება ხელისუფლების ჩანაცვლების თეორიული ვარიანტი, რადგანაც თქვენ ახსენეთ, რომ რეზა ფეხლევის შეხვდა ტრამპის წარმომადგენელი ვიტკოფი და ასევე გარკვეულწილად აი ამ პერსონაჟის გაცოცხლების მცდელობა არის შტატების მხრიდან და მისი ვიდეო მიმართვებით ვნახეთ არაერთხელ და საკმაოდ ისეთი ემოციური და ძალიან ომახიანი ვიდეო მიმართვები აქვს. თანაც იმ ვიდეოებში ძირითადად ის არასახელებს საკუთარ თავს რაღაც გარკვეულ ლიდერად, ამბობს რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ის საკუთარ თავზე აიღებს რაღაც
თითქოს აი შუამავლის როლს და ამ კუთხით მზად არის რომ საკუთარ ხალხს გვერდში დაუდგეს. საკმაოდ მოზომილი, თუმცა ემოციური და ესეთი ომახიანი განცხადებები მისი მხრიდან. ამზადებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ადამიანს იმისთვის რომ გახდეს ახალი ლიდერი, ძველი ახალი ლიდერი, რადგანაც მისი წინამორბედები და მისი დინასტია მანამდე იყო მმართველობაში ირანში. შეიძლება თუ არა შტატები ამზადებდნენ ამ ადამიანს იმისთვის რომ მან ჩაანაცვლოს უკვე ამჟამინდელი რეჟიმი ირანში. მე არ მგონია რომ შტატები ვინმეს ამზადებდნენ, იმიტომ რომ აშკარად ეს არ არის მათი მოდუს ოპერანდი ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში, იმიტომ რომ ვენესუელაშიც ყველა ელოდა რომ მაჩადო დაბრუნდებოდა და გახდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ამაზე შეიძლება მოგვიანებით ვისაუბროთ, თუმცა ირანის შემთხვევაში ფეხლების ფიგურა არავინ არ აღიქვამდა სერიოზულად ბოლო მოვლენებამდე. მე მგონი ყველასთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, რომ ირანში, თეირანში უცებ გამოჩნდა მზე და ლომის შემცველი დროშები და ზოგადად ამ შახის დაბრუნების მოთხოვნები. ამიტომ ამ ხრივ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის რომ ამ ადამიანს უცებ შეექმნა უზარმაზარი პოტენციალი, რომ ის გახდეს ტრანზიციული ფიგურა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო არის. საინტერესო იქნება ასევე მთლიანად ამ პროცესში საქართველოს როლი ალბათ ცხადია უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ სად აღმოჩნდებით საბოლოო ჯამში რამდენიმე ვერსია რომ განვიხილოთ ამ პროცესისა და უშუალოდ დარჩა ის რეჟიმი, რომელიც დღეს რომელიც არის მართველი ირანში და საქართველოს სად აღმოჩნდება და დაუშვათ შეიცვალა მოცემულობა და ირანი დაადგა დემოკრატიის გზას და დასავლეთთან მოკავშირეობის გზას. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის რა შეიძლება რომ შეიცვალოს? რუსეთს ძალიან უნდოდა 3+3 ფორმატის გააქტიურება და 3+3 ფორმატი შეუძლებელი არის ირანის გარეშე. შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმებმა ამ მავნებლობას მე მგონი წერტილი დაუსვა. იგივე ახლაც ირანის განხილვა და ზოგადად ეს 3+3 ფორმატის სერიოზულად განხილვა უკვე კომიკური და შეუძლებელი ხდება. ასე რომ ამისთვის მე მგონი მადლობა უნდა გადავუხადოთ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს. ალტერნატივა იმ შემთხვევაში თუ ირანი გახდება ან დემოკრატიული ან პროდასავლური, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იქნება სალსახად კარგი, იმიტომ რომ მთლიანად გეოპოლიტიკა რეგიონის შეიცვლება კარდინალურად, ისედაც რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში არის მკვეთრად შემცირებული, აზერბაიჯანმა სრულად მოიშორა რუსული გავლენები სომხეთში. ჯერჯერობით მართალია რუსული სამხედრო ბაზა გიუმრიში და FSB-ს სასაზღვრო ჯარები არიან, მაგრამ ერთის მხრივ მათი გავლენა მცირდება და მეორეს მხრივ ფაშინიანს აქვს არჩევნები წელს და თუ ის მოახერხებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში უკვე სომხეთის ჩამოშორება გახდება, მე ვიტყოდი რომ შეუქცევადი. იმიტომ რომ უკვე გაფორმებული არის მთელი რიგი ხელშეკრულებები, გუშინ არარატ მირზოიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მარკო რუბიოს, სხვა შორის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური წარუმატებლობების საილუსტრაციოდ ესეც კი კმარა, იმიტომ რომ არც ერთი მათი წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრ სახლს დღემდე ვერ შეხვდა, რაც საკმაოდ სერიოზული კონტრასტი არის სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით და ზოგადად სომხეთის გადასვლა პროდასავლურ ღერძზე არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება და ამ მხრივ ერთადერთი ამოვარდნილი სახელმწიფო ვრჩებით ჩვენ, იმიტომ რომ ქართული ოცნება აღრმავებს ევროიზოლაციას და ვაშინგტონთან ვერანაირი კომუნიკაცია ვერ დაამყარეს და ეხლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეხვდა ანა პაულინა ლუნას, რომელიც მიჩნეული არის რუსული გავლენების მთავარ გამტარად შეერთებული შტატების კონგრესში და ანუ თუ გამოდის რომ ერთადერთი ვისაც ხვდებიან არიან რუსეთსადმი კეთილგანწყობილი ამერიკელები და ეს მე მგონი რბილად რომ ვთქვათ პრობლემური არის საქართველოს იმიჯისთვის განსაკუთრებით არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ანუ ჩვენ ვრჩებით იზოლირებულები, ჩვენ ვრჩებით მოკავშირეების გარეშე და ზოგადად ასეთი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში მოკავშირეების გარეშე
დარჩენა და რუსეთის პირისპირ დარჩენა მით უფრო ჩვენთვის არის სასიცოცხლო გამოწვევა. თუმცა ამავე დროს მე გავიხსენოთ ყველა ის წერტილი დედამიწაზე, სადაც ამ ორ პოლუს შორის ირი პირდაპირისპირო მოხდა, ცხადია პირდაპირ სახით რუსეთი და დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, თუმცა ირიბად რომ განვიხილოთ ვენესუელაში, სადაც აქამდე ვენესუელა იყო გავლენის სფერო რუსეთისა, ამჟამად უკვე მორჩა და ესე პირდაპირ აღარ აქვს მას გავლენა. იგივე სირია გავიხსენოთ და ახლა უკვე ირანშიც მოკავშირე იყო აქტიური რუსეთისა და პირდაპირ თქვათ რომ ტერი ამერიკის შეერთებული შტატებისა, იქაც საკმაოდ მწვავე დესტაბილიზაცია და შეიძლება იქაც შეიცვალოს რაღაც და ყველგან სადაც ეს დაპირისპირება იყო ამ ორ პოლუს შორის, ასე თუ ისე ყველაფერი მიდის ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ. სირია ვახსენე, ვენესუელა და ახლა უკვე ირანია რიგში და ვინც ის იმედია რომ უკრაინაშიც დასავლეთი იმარჯვებს და ასეც მოხდება. რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს საქართველოში? მოდი დავიწყოთ უკრაინით, იმიტომ რომ უკრაინაც მნიშვნელოვანი შემთხვევა არის. რუსეთი უკრაინის ომმა უკვე გაასწრო ხანგრძლივობით მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტის ეგრეთ წოდებული სამამულო ომის ხანგრძლივობას. ანუ აქაც ჩვენ ხედავთ რომ რუსეთმა ვერანაირად ვერ მოახერხა იმის გამეორება, რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომში. ნუგზარწიკლორმა იხუმრა ამ დროში რუსები ბერლინში ჩავიდნენ და აქ დონეცკი ვერ აიღეს. ვერ მივიდნენ, კი. ასე რომ ეგეც მნიშვნელოვანი არის. და აქაც ჩვენ ხედავთ რომ რუსეთმა ვერც ერთ საკუთარ ამოცანას მაინც ვერ მიაღწია. დენაციფიკაცია გვახსოვს, ნატოს გაფართოების არ დაშვება. გვახსოვს და ახლა პირიქით, ერთი ფინეთი და შვედეთი გახდა ნატოს წევრები და ფინეთთან რუსეთის საზღვარი არის ორჯერ მეტი ვიდრე მთლიანად ნატოს საზღვარი იყო აქამდე რუსეთთან. ამას ემატება ევროპის მიზინებული გიგანტის გერმანიის გამოღვიძება და ბუნდესვერი თუ გადაიქცევა ევროპის ყველაზე მძლავრ სამხედრო ძალად, ეგ რუსეთისთვის ნამდვილად არ არის სასიხარულო და კარგი. ამას ემატება გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომ ომის შემდეგ უკრაინაში განლაგდება ბრიტანულ-ფრანგული სამხედრო კონტინგენტი და რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც ერთ ამოცანას. პირიქით, ომის შემდეგ უკრაინაში განლაგდება ნატოს ორი მთავარი სახელმწიფოს და სამხედრო პოტენციალით გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, რა თქმა უნდა, წამყვანი ქვეყნები არიან, ორივეს აქვს საკუთარი ატომური იარაღი, აქედან ფრანგული ატომური იარაღი საერთოდ ყველასგან არის სრულიად დამოუკიდებელი, მათ შორის ამერიკელებისგან, ხა ბრიტანელებს უფრო მეტი კავშირი აქვს, გასაგებია და ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც არ აკონტროლებს, სამუდამოდ დაკარგა. ანუ პუტინმა ვერ მიაღწია საკუთარ ამოცანებს, იგივე ვენესუელაში, იგივე ირანში და ირანის შემთხვევა კიდევ უფრო მტკივნეული არის მაგალითად პეკინისთვის, იმიტომ რომ პეკინი უფრო დამოკიდებული არის ირანიდან მომავალ ნავთობზე, ვიდრე ვენესუელაზე. და თუ შეერთებული შტატები მთლიანად კონტროლს დაამყარებენ ამის უკვე ყველა რეგიონზე, სადაც ნავთობი არის გარდა რუსეთისა, კი ეს ნიშნავს იმას, რომ სრული კონტროლი ექნებათ ნავთობის ფასებზე და თუ ნავთობის ფასები შემცირდება, ჩვენ ხო ვიცით, რომ რუსეთი არ არის ნორმალური ეკონომიკა, რუსეთი არის თავიდან ბოლომდე წიაღისეულის გაყიდვაზე დამოკიდებული ეკონომიკა და თუ წიაღისეულის ფასი მკვეთრად შემცირდება და განსაკუთრებით ნავთობის და გაზის, ну, ამ შემთხვევაში რუსული ეკონომიკის არსებობაზე საუბარი ზედმეტია. წიაღისეულის ორი გიგანტი ვენესუელა და ირანი თუ კი აღმოჩნდება დასავლეთის გავლენის სფეროში. რუსეთ-უკრაინის ომი ვახსენეთ და აუცილებლად მაგაზეც თქვენი პროგნოზი იქნება ძალიან საინტერესო. თქვით რომ უკვე მართლაც სამამულო ომი, რაც იყო 1939-45 წლების, თუმცა სხვანაირად ზომავენ რუსები, ამასაც არ მეუქცევთ ყურადღება. ამ ხანგრძლივობით ამ ომსაც კი გადააჭარბა ფაქტობრივად და მათთვის და ამიტომაც საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზი თუ კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რადგანაც რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს ფაქტობრივად მინუსში მიდის, რადგანაც ეკონომიკური ზრდა აღარ აქვს, რადგან მთლიანად არიან გადასული სამხედრო რელსებზე, ამბობენ იმას, რომ ყოველ შემთხვევაში მორალურად ისინი არ არიან დაცემული, თუმცა მხოლოდ მორალური ხნეტყოფნა არ არის საკმარისი ომისთვის, აუცილებელია ფინანსური რესურსი და შეერაღება. ამ კუთხით საკმაოდ უკვე უჭერს რუსეთს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინაში ძალიან გართულდა მდგომარეობა, განსაკუთრებით ენერგეტიკული თვალსაზრისით, პირდაპირ ბობავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად კრივი რიხზე დრონები თავდასხმის შედეგად 10,000-ობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ახლა შუა ზამთარში უკრაინაში ნამდვილად ცივა და ძალიან რთულია
ამის სატანა თავად უკრაინელებისთვისაც, ამიტომ ეს გაყინული უკვე შეიძლება ითქვას კონფლიქტი რამდენ ხანს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და აქვს თუ არა რუსეთს იმის რესურსი, რომ კიდევ მინიმუმ 1 წელი გასტანოს აი ამ კონფლიქტში. კი, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსები 39 წლიდან ცდილობენ რომ იჩქვალონ, იმიტომ რომ არ უნდათ იმის თქმა, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არსებობდა და ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები იყვნენ. და თავადვე არიან დამწყები ამ ომის. კი, ომი ფაქტობრივად მათ დაიწყეს პოლონეთზე თავდასხმით. ნუ, ამას თავი დავანებოთ. პროგნოზის გაკეთება ძალიან უმადური საქმე არის, ამიტომ მე თავს შევიკავებ. ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ საკუთარი სამშობლოს დაცვას, ჩვენ ხედავთ, რომ მოხდა საკმაოდ საინტერესო გადაადგილებები უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციაში, ბუდანოვმა შეცვალა ერმაკი და ეგეც ძალიან საინტერესო ცვლილება არის. ასე რომ უკრაინელები ნამდვილად აპირებენ, რომ ომი გააგრძელონ იქამდე სანამ შეძლებენ. ბუდანოვმა ბოდიში რომელმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია წინა პოსტზე არნახული სპეცოპერაციები ჩაატარა, თუნდაც ომის ქსელი რადგეს მხოლოდ ყველაფერი თუ არა და ბოდიში შეგაწყვეტნეთ. არა, რა თქმა უნდა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ცვლილებები, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში. უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას, ევროპელებმა მოახერხეს უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფა. ასე რომ აქაც ჩვენ ხედავთ, რომ გრძელდება ევროპის მხარდაჭერა. ამერიკელები აწვდიან სადაზვერო ინფორმაციას, ამერიკელები აწვდიან შეიარაღებას, შესაბამისად. აქაც ჩვენ ხედავთ, რომ ომი გრძელდება და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ომის შეწყვეტით, იმიტომ რომ რუსეთს რომ უნდოდეს, მათ დაიწყეს ეს ომი, მათვე შეუძლიათ ამ ომის დამთავრება. ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს სანქციების შეგრძნებას, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დააწესა და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს სასანქციო წნეხთან გამკლავება. ჯერჯერობით ისინი ამას ახერხებენ, თუმცა ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გვაჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ძალიან შავ დღეში და რაც უფრო მეტად დაეცემა წიაღისეულის ფასი, მით უფრო გაუჭირდებათ მათ ამ ომის გაგრძელება გრძელვადაში. ამას ემატება ტრამპის ქმედებები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, რომ აი ეს ხომალდი, რომელიც ვენესუელიდან მოდიოდა და რომელსაც სამწუხაროდ ყავდა ქართველი კაპიტანი, რაც სრულიად წარმოუდგენელი არის, რომ ჩვენი თანამემამულეები ეხმარებიან რუსეთს, რომ გააგრძელონ ეს ომი. ტრაგიკული არის ჩემი აზრით. თუმცა აქვე სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ ამით არ უნდა შეფასდეს ქართველი ადამიანი, კაცი უკრაინაში უდიდესია წვლილი იმ დაუყული გმირების. ძალიან სამწუხარო არის, რომ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ამ ომის გაგრძელებაში, თორემ უკრაინაში ჩვენი მე ვთვლი, რომ საერთოდ გმირები არიან ის ადამიანები, ვინც ახლა იბრძვიან და ჩვენი ყველასი ნამუსი და წინდისი არის. ხო, ასე რომ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული სანქციების აღსრულება და რუსეთისთვის ამ ჩრდილოვანი ფლოტით ოპერირების გართულება ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო მეტად ვერ გაყიდს რუსეთი ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ნავთობს, კიდევ ერთხელ ეს იქნება მით უფრო სერიოზული და ღრმა დარტყმა რუსულ ეკონომიკაზე. თუნდაც სიმბოლურია, რომ რუსულ გემზე ამერიკელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები ავიდნენ და მოკლედ დააკავეს ეს ტანკერი კიდევ ერთხელ. უფრო მეც ვიტყვი, არა მარტო რუსულ გემზე, არამედ რუსულ გემზე, რომელსაც იცავდა რუსული წყალქვეშა ნავი და რუსული ხომალდი. და ამერიკელებმა უბრალოდ გადაუარეს და არც კი შეამჩნიეს მათი იყოფნა და არც რუსეთმა რამე ვერ გააკეთა ვერაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ ვენესუელაზე, ვთქვით ირანზე, სადაც ესე რომ ვთქვათ, ამ ძალთა ბალანსი შეიცვალა და აუცილებლად ნავახსენოთ უნგრეთი, სადაც წინასაარჩევნო პერიოდია და წინასაარჩევნო გამოკითხვებით ლიდერობს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ოპოზიცია. და თუ კი ორბანი არჩევნებს წააგებს, რა გავლენა ექნება ამას ევროკავშირის შიდა ბალანსზე და ასევე რუსეთის მიმართ პოლიტიკაზე უნგრეთის მხრიდან და ზოგადად სასანქციო პოლიტიკაზე უკრაინასთან დაკავშირებით. სხვა შორის დღეს ამ გუშინგვიან დაინიშნა უნგრეთში არჩევნები, ფორმალურად დაინიშნა. ვიცით რომ აპრილში იქნებოდა, ახლა უკვე ვიცით რომ 12 აპრილს არის ეს არჩევნები დანიშნული. მადიარის ან ორბანის მთავარი კონკურენტის ოპოზიციური პარტიების სტრატეგია არის ჩემს აღმართოვანებელი. მათ მოახერხეს, რომ ორბანის რეჟიმისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნათ, უსწრებენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში არის ძალიან პრობლემური საარჩევნო სისტემა, რომელიც არის
ისე მოწყობილი, რომ მიმდინარე სახელმწიფო კანდიდატებს ყოველთვის უმარტივდებოდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. თუმცა ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ამ საარჩევნო სისტემის მიუხედავადაც კი უნგრეთში ოპოზიცია ლიდერობს. თუ მადიარი მოახერხებს ორბანის რეჟიმის ჩამოშლას უნგრეთის შიგნით, ეს იქნება ჯერთი ძალიან კარგი თავი უნგრელებისთვის, იმიტომ რომ ორბანის კორუფციის გამო უნგრეთი გახდა ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ევროკავშირში. ამას დაემატება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის გეოპოლიტიკური ხმის გაძლიერება, იმიტომ რომ ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფო, რომელიც დესტრუქციით არის დაკავებული და ცდილობს, რომ ყველანაირად შეზღუდოს საერთო ევროპული პასუხი რუსეთის აგრესიაზე, აღარ იქნება წარმოდგენილი ამ სახით და პირიქით მადიარი არის პროევროპელი პოლიტიკოსი და ჩვენ ძალიან ნათლად დავინახავთ, რომ ევროკავშირი გაცილებით უფრო ძლიერი გახდება, იმიტომ რომ შეძლებს ერთხმაში მოქმედებას, ამას ექნება სერიოზული შედეგები ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ისინი დაკარგავენ საკუთარ ერთადერთ მეგობარს, მარტო ბოლო 1 წლის განმავლობაში მე მგონი 10 ჯერ შეხვდნენ სხვადასხვა დონეზე, რა თქმა უნდა. მინიმუმ 7 ჯერ მახსოვს, ხო? კი. ასე რომ ეს შეხვედრებიც, რა თქმა უნდა, შემცირდება და თუ ქართული ოცნება დაკარგავს ასეთ გულანთებულ მხარდამჭერს უნგრეთის სახით, მათაც ძალიან გაუჭირდებათ საკუთარი ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის წარმართვა. თუმცა ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპის სხვა და ძირითადად დიდ ქვეყნებში საკმაოდ მომძლავრდა ევროსკეპტიციზმი, ეს ამის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ თუნდაც საფრანგეთის ბოლო არჩევნებში, გერმანიაშიც მათ შორის, სადაც ალტერნატივა გერმანიისთვის საკმაოდ გაძლიერდა, რასაც მე ვიტყვი, რომ სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ეს ძალები პირდაპირ თუ ირიბად გარკვეულწილად მაინც რუსეთის საქმეს აკეთებენ, რადგანაც ევროპის დაშლის მომხრეები არიან ევროკავშირის პროსტორად. ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება რომ ითქვას? თუ კი უნგრეთში პირიქით ხდება, სხვა ევროპულ ქვეყნებში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა სამწუხაროდ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც სერიოზული ინტერესით უნდა დავაკვირდეთ ულტრამემარჯვენეებს, არის საფრანგეთი. თუმცა საფრანგეთშიც ვნახოთ როგორი ტიპის მემარჯვენეობა იქნება. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ბარდელა იქნება ისეთი ტიპის ლიდერი, როგორც არის ჯორჯია მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემის წინაშე იქნება, იმიტომ რომ ჯორჯია მელონისაც თავიდან ამბობდნენ, რომ ის არის ულტრამემარჯვენე, რომ ის პრორუსული არის და ასე შემდეგ და ჩვენ ვნახეთ, რომ იტალია არის ერთ-ერთი ყველაზე და ის თავად მელონი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ლიდერი და ფლაგმანი უკრაინისადმი მხარდაჭერის. რაც შეეხება გერმანიას, გერმანიაში კი მართალია AfD-ს რეიტინგი არის მომატებული, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ კუმულაციურად ან სხვა პარტიების რეიტინგს, ჩვენ ვნახავთ, რომ მაინც უმცირესობაში არიან. ცენტრისტული პარტიები იქნება ეს სოციალ-დემოკრატები, რომლის წევრი იყო ქართული ოცნება სანამ გააგდებდნენ, უბრალოდ ერთ-ერთ ადრე გავიდნენ სანამ გააგდებდნენ. იქნება ეს ქრისტიან-დემოკრატები, იქნება ეს მწვანეები, იქნება ეს თავისუფალი დემოკრატები. ყველა სხვა პარტიის ჯამური რეიტინგი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ულტრამემარჯვენეებს და გერმანიის მოდელი საპარლამენტო არის ისე აწყობილი, რომ ერთი პარტია ვერ გახდეს ერთპიროვნული მმართველი. ან გერმანელებმა ძალიან კარგად ისწავლეს ნაცისტური გერმანიის გაკვეთილი და ამიტომ მთელი მათი პოლიტიკური სტრუქტურა არის აწყობილი, რომ ამ ერთმა პარტიამ კი ვერ მოახერხოს სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. და ალბათ არც აქვს იმის პერსპექტივა, რომ მგონია, რომ მუდმივად ოპოზიციისთვის განწერული, ოპოზიციონერობისთვის განწერული პოლიტიკური გაერთიანებაა და საომავლოდ ვერ უნდა განვიხილოთ მოცემულ პირობებში და ამ სისტემაში, რომ რაიმე სახის დიდი ზეგავლენა ჰქონდეთ თუ გინდა ევროპარლამენტში და თუ გინდა ბუნდესტაგში და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გერმანიაში. რომს ჯერ AfD მაინც ცოტა განსხვავებული მაგალითი არის, იმიტომ რომ AfD-ს კოალიციურ AfD თავისთავად კი არის ერთი პარტია, მაგრამ ამ პარტიის შიგნით არის ბევრი სხვადასხვა განშტოება და მათ შორის ზოგიერთი არის ღიად ნაცისტური განშტოებები და ამიტომ AfD ცოტა განსხვავებული მაგალითი არის, თუმცა ჩვენ გვაქვს შვედეთის, დანიის, ნორვეგიის მაგალითი, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიები იყვნენ ხელისუფლებაში, ვერაფერი ვერ იქნეს, ელექტორატმა დაინახა, რომ არაფრის მაქნისები არ არიან და ახლა მათი რეიტინგი არის მკვეთრად შემცირებული. ანუ შეიძლება
გარკვეულწილად გერმანიაში AfD-ს ხელისუფლებაში თეორიულმა მოსვლამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ პარტიის რეიტინგის შემცირება, როგორც ეს მოხდა სხვა ნორდიკულ ქვეყნებში. ანუ როგორც კი ელექტორატი ხედავს, რომ ამ ბაქიბუქის და ხმამაღალი არაფრის მთქმელი სიტყვების მიღმა არაფერი არ არის და მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა. შემდეგ ამ ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა მკვეთრად მიდის შემცირებისკენ, რაც როგორც თქვი უკვე მოხდა მთელ რიგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი კი იყო გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც უკვე ძირითადად უფრო საშინაო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი პავლენიშვილთან, ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად. მასასაგი ბრუნდებით ეთერში მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თუ კი ცოტა ხნის წინ გიორგი მელაშვილთან ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, ამჯერად უკვე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე უნდა ვისაუბროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი პავლენიშვილთან. მოგესალმებით ირაკლი. მადლობა მოგზაურობისთვის და საუბარი დავიწყოთ შიდა პოლიტიკაში ალბათ ყველაზე ბოლო პერიოდში აქტუალურ ამბავზე, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე. თქვენი აზრით ეს არის სამართლებრივი პროცესი რეალურად თუ შეიძლება ითქვას პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა მმართველი პარტიის მხრიდან. ხო, იცი რა რეჟიმი როცა დგას კორუფციაზე და არ ვიცი, საკუთარ ცხოვრებაზე როცა პოლიტიკურ ტერმინებს რო თავი დავანებრო, ეს ქართული ჯიგრული პონტი არის ის რაც ახსენდება ალბათ ყველა ქართულს ოცნების პოლიტიკაზე ბოლო წლების მანძილზე, არათუ ბოლო წლების, არამედ მთელი მათი მოღვაწეობის მანძილზე, ხა მარტივ რაღაცას ვიტყვი, როცა ვისაუბრია მე ოცნების ამომრჩევლებთან, მათ აი ეს ამაზე გავუკეთებთ აქცენტი, რომ აი ხელი ხელს ბანს და ეს ოცნება მიცის ეს საქმის კეთება და ნუ მოკლედ რო ვთქვათ, როდესაც ისინი ვთქვათ რაღაც სოციალურ კონტრაქტს დებდნენ თავის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, ამ კონტრაქტის თავარი ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ზოგი ტენდერში იქნებოდა, ზოგი არ ვიცი ალბათ კოლ-ცენტრის ფარველი იქნებოდა, ყველა მეტნაკლებად რაღაც ფულსი შოვიდა და საბოლოო ჯამში ყველანი იცხოვრებდნენ, ასე ვთქვათ, ქართულ ჯიგრულ პონჩი, როგორც ბათვა ერთ-ერთმა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ხო? და ეს იყო რაღაც აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ხა ოცნების ბუნების და შესაბამისად ახლა ამ კონტრაქტის მნიშვნელოვანი პირობის მორღვევასთან საქმე რეალურად კი გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ლოგიკით ყველა და ყველაფერი ყავს დასაჭერი, იმიტომ რომ არ არსებობს ფაქტობრივად დეპუტატი, არ არსებობს ფაქტობრივად მინისტრი, არ არსებობს ფაქტობრივად ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელსაც მსგავს ქმედებებში არ კონდეს როლი ნათამაშები. გასაგებია რომ შეიძლება ღარიბაშვილი სწორედ ამას უკავშირდება ჩემი შეკითხვა. მას შემდეგ რაც მამუკა მდინარაძე დაინიშნა სუსის ხელმძღვანელად, ვიხილეთ მთელი კასკადი ამ დაკავებებისა დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიდან და ფაქტობრივად ყველა საფეხური მოიარა ამ დაკავებებმა და ბოლოს მინისტრამდე და პრემიერ-მინისტრამდეც მივედით. შეიძლება თუ არა რომ გაგრძელდეს ეს დაკავებები და ვინ შეიძლება ამას ხო ორი მიზეზი აქვს. იცით რა რატო ვამბობ ხა საბოლოო ჯამში კოლ-ცენტრები აღარ არსებობს თბილისში. აი ძალიან მარტო კითხავს თავს რომ ჯობია ხოლმე რომ ჯობს ხოლმე ალბათ აი ამ პარამეტრებზე საუბარს ეკონომიკურ და კონკრეტულ кейსებზე საუბარს ძალიან მარტივი აი თბილისელებს თუნდაც ვინც მithumetis მეტო ქალაქებშია ძირითადად ხო ეს პრობლემა ნუ ქალაქებში ძირითადად თბილისში. აი თქვენ რა გაგიგეთ ამ ბოლო დროს კოლ-ცენტრი აღარ არსებობს ამ ქალაქში ან არავინ აღარ მუშაობს კოლ-ცენტრში. აი ამ კითხვას დავუსვამ. ყველაზე მარტივი ტესტი ეს გახლავთ, ანუ გაგიგიათ რომ ტენდერებში ფულს აღარ ტეხავენ საერთოდ, ანუ თუ კორუფციის მთავარი გამოვლენებები აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში და ეხლა ღმერთმა ქნას რომ მაგალითად მომწამლელი ნარკოტიკით აღარ დაიღუპოს ჩვენი ასე ვთქვათ მოქალაქეები, ხო? ანუ ამ ყველაფერს თუ ჩვენ ვეღარ ვიხილავთ, ნუ მაშინ გასაგები იქნება რომ აი ეს ხალხი ებრძვის ვთქვათ კორუფციას და ამ კორუფციის ყველაზე მძიმე შედეგებს და პირდაპირ შედეგებს თუ არ ვიცი პირდაპირ კორუფციულ შემთხვევებს, ხო? ზოგიერთი მათგანი კორუფციის შედეგი გახავთ საბოლოო ჯამში, ხო? მაგრამ როცა ასეთი რამ არ ხდება და ძალიან მარტივად ეხლა მკვლევარის და ჟურნალისტი გამომძებლის და პოლიტიკოსის დონეზე კი არა, რიგითი არ მოყვარს ეს სიტყვა რიგითი, მაგრამ ნუ მოქალაქის დონეზე როცა ცნობილია რომ ეს ფაქტები გრძელდება, რა თქმა უნდა, ეჭვჩდება რომ ეს ხალხი თვითონ ფაქტს კი არ ებრძვის კონკრეტულ კლანს, ხო? იმიტომ რომ იყო ღარიბაშვილი, იყო ლილუაშვილი, იყო ქარსელაძე, იყო მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც აკონტროლებდნენ, უბრალოდ მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ და აკონტროლებდნენ ბევრ ამას ამ ქვეყანაში. მათ შორის ანტიკორუფციული გუნდი ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულად საუბრობდა ლილუაშვილის მიერ კოლ-ცენტრების ფარველობაზე, საუბრობდა ღარიბაშვილის ამ რაღაცა ეპატაჟური კორუფციის ფაქტების შესახებაც და ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კორუფციის მმართველი ყველაზე აქტიური იყო ჩვენთან გუნდში, ეს ადამიანი
პირდაპირ ამბობ ეხლა ამიტომაც არის ბევრი ესეთი ვიდეო ვრცელდება ვირუსულად სოციალურ ქსელში, როდესაც ლევან ხაბეიშვილის განცხადება ფაქტობრივად ვერ გამოყენებული არის საბრალდებო დასკვნად, ხო? წლების შემდეგ, ხო, ხო. წლების შემდგომ. და ამიტომაც ვამბობ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ ასე ვთქვათ განზრახვაზე, ხა შეუძლებელია კორუფციისთან ბრძოლა დაგვიყვანოს. მაშინ მithumetes რატომ მაინც და მაინც ახლა, რატომ თვითონ იცავდნენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ესე ბევრს იცავდნენ, გიორგი გახარიას იცავდნენ და მის წინააღმდეგ რაზეც საქმე არა, იცით რა არის უშუალოდ ამბრალდებასთან დაკავშირებით კორუფციას. და გახარიასაც ეგრე იყო. მხოლოდ მაგრამ რატომ მაინც და მაინც ახლა? ეხა იმიტომ რომ ეხა მარტივად ყობახიძის კლანი, როგორც ეხა ეს ზედაპირზეა, ხო, ამას არ ჭირდება რაღაც კულტურული ინფორმაციები, ეს ხალხი ცდილობს რომ ყველაფერს დაეპატრონოს, იმიტომ რომ თუ ადრე ვთქვათ ლილუაშვილს ამასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდათ წტომა არა მხოლოდ პოლიტიკურ ბერკეტებზე, არამედ რაღაც ეკონომიკურ ბერკეტებზე, მსხვილ პროექტებზე, მათ შორის რაღაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკის მიმართულებებზე და ასე შემდგომ, ეხა ცდილობენ რომ თვითონ ჩაიგდონ ყველაფერი ხელში. და ივანიშვილს ასკარად ივანიშვილთან მოხდა ამ ადამიანების, არ ვიცი, ძალიან სავარაუდო ყველაზე მეტად სავარაუდო ეს ვერსია გახავთ რომ ძალიან დიდი ფული მოუტეხეს ივანიშვილს. იმიტომ რომ ამ ხალხს ჰქონდა ეს უნდა ვაღიაროთ კორუფცია თუ ვინმე იყო სიმბოლო კორუფციის ეს ხალხი იყო. მათ შორის თბილისში კალაძე ითვლებოდა ხა სიმართლე რო ითქვა კორუფციის სიმბოლოდ, მაგრამ აი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ხო მის წინააღმდეგ მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს უკვე შეეხო. ჰქონდათ ხო? ხო, ამიტომაც უკვე ჩემი აზრით ბევრს უჩნდება ძალიან ლოგიკური თუ არა მის მიმართაც ამ აი ლევან ხაბეიშვილი ამბობდა ამიტომ მე ჩემთვის თავარი წყარო ამბობდა რომ მართლა ლევან ხაბეიშვილის ფრაზებია, იმიტომ ყველაფერი ახტა, ხო? იმიტომ არა რომ ჩემი პარტიის წევრია მანდამაის და ჩემი მეგობარი. როცა ვსაუბრობ ჩვენ ამ ადამიანებზე არ ვიცი ხა კალაძესზეც საუბრობდნენ და მის გარემოცვაში დაიწყეს უკვე ეს წმენდის პროცესი. ამიტომ არ გამოვრიცხა მე პირადად რომ კალაძესაც შეეხოს მით უმეტეს ეხა ჭორების დონეზეც ძალიან ბევრჯერ გავრცელებულა რომ მის უკვე შემცვლელი კანდიდატურა უკვე ასე ვთქვათ მოძებნილია. ეს ჭორები მხოლოდ არ გახოთ ეხა მე არ მინდა რაღაც ჭორავთ უბრალოდ კონკრეტული ფაქტები არის ხო პოლიტიკური როდესაც კონკრეტულ ადამიანზე გახდა ცნობილი რომ აი მათ შეიძლება კორუფციის ბრალდებით მოხდეს მათი დაკავება, ესე მოხდა რომ ხო საბოლოო ჯამში რომ ამ ადამიანებს წინამდე გვიხილეთ შემდგომში საქმეები და იგივე იყო კალაძეზე და კალაძე დაკავშირებული იყო რა თქმა უნდა ხა ძალიან ზედაპირზე მყოფ კორუფციულ ფაქტებთანაც და რაც შეეხება რომ დავასრულო ამ დინარაძის და ყობახიძის მიმართულებით მათ ალბათ ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ერთი იყო ის რომ შეიძლება ივანიშვილს ძალიან ბევრმა რამემ ასე ვთქვათ გააღიზიანა აღაშფოთა, მათ შორის მომხდარმა მკვლელობამ თბილისის ცენტრში ფარცხალაძესთან დაკავშირებით შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე ფარცხალაძის გავლენის და კავშირების ზრდა რუსეთში, მათ შორის ლილუაშვილის, გარებაშვილის მიერ რაღაც დამოუკიდებელი კონტაქტების გაჩენა ყველა მიმართულებით საგარეო ფრონტზე და მათ შორის დიდძალი ფინანსური რესურსის მობილიზაცია და გავლენის მოპოვება და მათ შორის ის რომ ეს ორი ადამიანი საერთოდ არ დასანქცირდა. და ამ ყველაფერს თან დაემატა ის ფაქტი რომ ბევრი ფული აშკარად ჰქონდათ მოტეხილი ბოსისგან, ივანიშვილისგან. რაც რა თქმა უნდა დაჯადიქმედება ყველა ესეთ მაფიოზურ პოლიტიკურ კრიმინალურ სინდიკატში, ხო? ამიტომაც ძალიან ლოგიკურია რომ მოხდა მათი მოშორება და ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ კლანმა, რომლის ინტერესში შედიოდა რომ მარტო დარჩენილიყო მართვის სადავეები ქონოდა მარტოს და არ გაენაწილებინა სხვა კლანებს. აი ეს პროცესი არის დღეს ჩვენს წინაშე და არ ვიცი ხა საქართველოს კომუნისტური წარსულის სამწუხაროდ ქვეყანა გახავთ და იქ ხა სულ ეს ხდებოდა, ხო რომ თუნდაც აი სტალინს ეფუქში სტალინი რჩებოდა, თორე დანარჩენი ხვევით ხან ბუხარეს კლავდნენ, ხან ვის კლავდნენ, ეხლა ღვთისმწყალობით ეხლა შედარებით დახვეწილი არის მეთოდები და ნაკლებად არის მოსალოდნელი ვიღაც მოკლან, მაგრამ არის საკმაოდ მძიმე შედეგებით, მათ შორის კიდევ მოკლეს კიდევ, ხო, როჟვაძის შემთხვევაში ფაქტობრივად მოკლეს ეს ადამიანი. ეხლა ამ შემთხვევაში განზრახტულობა გაურკვეველ ვითარებაში აჩქარად, ხო? მე ეხლა არ მინდა, ეხლა მართლა არ მინდა ხო, ხო, ჩემი ეხლა ვიდეო არტიკულებს არსებობს არაფერი, მაგრამ ნუ ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩდება, ხო, ადამიანზე არავითარი, არ ვიცი, ყველაფერი, ყველა საზოგადოებისთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე რაღაც ფიქსებულება მაინც დაუდია და არც ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს დღემდე, არც სანდო ჩვენებები არ არსებობს და არც მათ შორის, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამბობდნენ, რომ აი ჩვენ რაღაც ჩანაწერები გვაქვს, რომელთაც ჩანს, რომ ეს ასე მოხდაო, ის ჩანაწერებიც არ გვინახავს, ხო? ანუ ამიტომაც, ნუ საბოლოო ჯამში ეს მძიმე შემთხვევებია, უბრალოდ ამ ყველაფრის ფონზე ხა ჩვენ არ უნდა დაგვაუწეს, რომ ასეთი რეჟიმები ძალიან ესაში ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხალხი რომელიც ფულისთვის და ძალაუფლებისთვის იბრძვის, საერთოდ არ არის ორიენტირებული რეფორმებზე, საერთოდ არ არის ორიენტირებული მოხალხეზე და საერთოდ არ არის ორიენტირებული რაღაც კეთილდღეობის შექმნაზე, პროექტების შექმნაზე, ორიენტირებული არის, რომ ხელისუფლება ჩაიგდოს და ეფექტურად მართოს. ეს არის საშიში და ამიტომაც ერთ-ერთი მიმართულებით ეს არის ყველაზე საშიში ამ ქვეყნისთვის. აუცილებლად მეკითხოთ იმაზეც, რომ რეალურად ღარიბაშვილმა საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი და აღიარა ერთია, რომ აღიარა ეს დანაშაულები, მაგრამ მეორე მხრივ შეფასდა ეს ფაქტი ისე, რომ ის თავად არ ენდობა სასამართლო სისტემას, რადგანაც ამ მოცემულ პირობებში
შესაძლოა სულ სხვა შედეგი დამდგარიყო მისთვის და ამიტომაც პროკურატურასთან ერთად ითანამშრომლა და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა. თქვენი მხრიდან როგორ შეფასდება ეს მოვლენა? სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ამდენად უნდა კონდეს მოქალაქეს ნდობა ყველაზე კარგად გამოჩნდა ოცნების ყოფილი წევრების ქმედებებში. აი მაგალითად გიორგი გახარიას რომ წაუყენეს ბრალდება ნარკოტიკების მოხმარებაზე, ეს კაცი გაიქცა ეგრევე გერმანიაში. აი აქ უნდა მივხვდარიყო ყველა რომ ადამიანი რომელიც სისტემას ყველაზე კარგად იცნობდა გამომდინარე იქიდან რომ ფაქტობრივად ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჰქონდა ნამუშევარი შსს მინისტრის, პრემიერ-მინისტრის და ომბუდსმენის, მოკლედ ძალიან ბევრი თანამდებობაზე აი ეს ადამიანი გაიქცა ეგრევე გერმანიაში. ანუ იმდენად არენდობოდა ადგილობრივ თქვა ექსპერტიზის ბიუროს და ნებისმიერ ინსტიტუციას ხო საქართველოში გაიქცა გერმანიაში იმისთვის რომ თავის სიმართლე დაემტკიცებინა. იგივე შემთხვევები გვაქვს ხოლმე მომდევნო პერიოდში როცა რაც მოხდა რა ყველა ეს თანამდებობის პირი ყველაზე მეტად არენდობა, ჩვენზე მეტად არენდობა სახელმწიფო ინსტიტუციებს. ხო შეიძლება აქ რაღაც ზოგიერთ გულუბკო იმედი აქვს რომ ვიღაცა შეიძლება კაი ადამიანი იყოს შემორჩენილი რომელ ინსტიტუციაში და იმ ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ ესეთები არ არსებობენ ფაქტობრივად, ან განეიტრალდებიან და ამიტომაც გარბიან ხოლმე ეგრევე და სხვა ალტერნატივას ეძებენ და მათ შორის ღარიბაშვილზე მნიშვნელოვანია რომ სხვათა შორის მას ახლა ჩვენ გვახსოვს ხო მიხეილ სააკაშვილის საქმე რომელიც პიჯაკების საქმეთ არის ცნობილი და არ არის კორუფციის საქმე ცნობილი მაგიტომ რომ მართლა ახლა მიხეილ სააკაშვილს ედავებიან კაპიკებს ჯერ ერთ-ერთი აი ამ ადამიანებთან შედარებით და მე ბრალდება აი კაც მილიონებზეა საუბარი მხოლოდ კაპიკები არა ამ ადამიანებს გულისხმობ ახლა კაცს ახლა სახში უპოვეს ფაქტობრივად იგივე თანხა რასაც ედავებიან ოქროზოდები ვნახეთ კადრებში. ხო და უბრალოდ ამიტომაც ვამბობ, ნუ ეხლა მათთან შედარებით ამ ჯერ ესეთ კაპიკებს ედავებიან. მათთან შედარებით უძახი კაცო რა თქმა უნდა ეხლა თორე ეხლა საქართველოსთვის რომ მილიონებია, მაგრამ ნუ ესე ამათთან შედარებით და თან რაც მნიშვნელოვანია კაცო რა ხარჯებზეა ხო საუბარი ძირითადად მაგიტომ არის პიჯაკების საქმე ცნობილი და მე მნიშვნელოვანი რაც არის რომ ღარიბაშვილის ბრალდება ეხლა განსხვავებული რატო არის რომ მათ შორის ჩდება ეჭვი გონივრული შეიძლება ეს ადამიანი თქვა შეწყალების რომელიმე პროცესში მოხდეს თეორიულად, მაგრამ არ უნდა დაემთხვეს ასე თქვა მისი მუხლის ეს შეწყალება თქვა სააკაშვილს სხვა ტიპის ბრალდება აქვს, მას აქვს გაფლანგა და მას აქვს ასე თქვა გათეთრება მთახის და მოკლედ სხვადასხვა ბრალდებები არის და ამის გამოც შეიძლება ესეც სახმული იქნას ამ დაზღვევათას თქვა პრევენციად რომ თუ ღარიბაშვილს შეიწყალებენ სააკაშვილი არ მოყვეს ამ შეწყალებას. აუცილებლად უნდა ვთქვათ ასე ოპოზიციის გეგმებზეც ვისაუბროთ და პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებებით გარკვეულწილად შევაჯამეთ და ერთ-ერთი რაც თქვა მან იყო ის რომ უკვე უნდა დაიწყოს გარკვეული პროცესი იმისთვის რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს და გარკვეულწილად ეს მექანიზმი აღსრულების ეტაპზე გადავიდეს. თუ კი და ლოგიკურია რომ პირველ რიგში თქვენ პარტიაზეა საუბარი აიკრძალა თქვენ მზად ხართ თუ არა ამისთვის და რა არის თქვენი სამომავლო გეგმა როგორც პოლიტიკური ძალის და როგორც ცალკეული პოლიტიკოსის ასევე. ორი ძირითადი გენელი აქვს ახლა ერთი ის რომ რეალურად პარტიები ჩვეულებრივ და კონსტრუქციულ და რაღაც პოლიტიკურ ასე რუტინულ გარემოში ვერ არსებობენ ფიზიკურად, იმიტომ რომ ბოლო წლების მანძილზე ოცნება არჩევნები გაუქმნა ქვეყანაში, ფაქტობრივად პოლიტიკური ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ციხეში გამოამწყვდია და გადავიდა რეპრესიული პოლიტიკის რაღაც ახალ მეთოდებზე, ხო საერთოდ და ახალ ეტაპზე და ამიტომ ახლა რო თქვათ რომ ახლა რაღაც ფურცელზე ამ პარტიის არსებობა არ არსებობა ბევრი მიმართულებით არის რაღაც ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის როგორც იქნებოდა თქვა 5 წლის წინ ესე არ გახავთ, იმიტომ რომ საბსუტრო სხვა პოლიტიკური მოცემულობა მხოლოდ რომ ივანიშვილის ბუნება ჩვენ მაშინაც ვიძახთ იმავეს ზოგადად მის ბუნებაზე და მისი ბანდის ბუნებაზე, რასაც დღეს, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობა იმდენად განსხვავებულია, რომ როგორც 5 წლის წინ თქვა და ეს იქნებოდა რაღაც თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებაში და ქვეყნის შიგნითაც რომ რაღაც ფაქტობრივად ესეთ რაღაც აბსოლუტურად ახალ რეალობაში აღმოჩნდებოდა, ესე არ გახავთ. თუმცა მეორე მდგენელი ის გახავთ, რომ რაც არ უნდა ასეთი მოცემულობა იყოს, მაინც უპრეცედენტო რაღაცაა, ხო? რომ სამართლებრივ დონეზე უნდა დააკანონონ, რომ არა მხოლოდ ახლა ჩვენს საუბარი არ გახავთ, პოლიტიკოსია და თქვათ ჩვენ გვეგზალება პასიური საარჩევნო უფლება. მაგრამ აქტიური საარჩევნო უფლება ეზღუდება ხალხს, იმიტომ რომ მათივე გათვლებით, აი ჩვენ გათვლების თავი დავანებთ, მათივე გათვლებით მილიონამდე ადამიანმა დაგუჭირა მხარი. ანუ მათ უნდა აუგრძალონ მილიონამდე ადამიანს ხმის მიცემა, იმიტომ რომ თუ ის ბოლო წლების მანძილზე სისტემატიურად აი ამ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, ხო სხვა ძალებიც არსებობენ, პოლიტიკურ ძალებს უჭერდნენ მხარს ის ხალხი, ანუ მათ უნდა გადაუწყვიტონ ხოცებმა, ვის უნდა დაუჭირონ მხარი და ვის არა. ეს არის საერთოდ სხვა რეალობა, ხო, მათ შორის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე ივანიშვილს პირდაპირ აქვს ნათქვამი 29 აპრილს მის გამოსვლა, იმიტომ იყო მნიშვნელოვანი და რაღაც ამ ეპოქალური ცვლილებების დამაანონსებელი, უბრალოდ პირდაპირ თქვა რომ ყველაფერი რაც არაქუცურია აღარ იარსებობს ამ ქვეყანაში, არც არასოთა ორგანიზაცია, არც მედია საშუალება და არც ოპოზიციური პარტია. ამიტომ ამ რეალობაში ჩვენ თავარი ბრძოლის ხაზი და გეგმა რა არის, რომ აი ეს ბრძოლა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ უნდა გაგრძელდეს, ის რომ დღემდე ვთქვათ ოპოზიციური პარტიები ბოლომდე ვერ გაანადგურეს, აქციები ვერ აკრძალეს,
მედია საშუალებები ფუნქციონირებენ ასე რომ ეს არის ბრძოლის შედეგი და არა ის რომ თქვა ივანიშვილმა თქვა გადაიფიქრა ან არ გააკეთა და ან რაღაც ჰუმანური მიზნები ამოძრავებდა. ამიტომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ის, ვინც გაძლებს, ვინც ამ რეპრესიული კანონების მიუხედავად, ამ ზეწოლის მიუხედავად არ შეეგუება ამ რეჟიმს. ამიტომ ეს არის ერთადერთი გეგმა ეხლა მეტი კონკრეტული გეგმა ვერ გვექნება, იმიტომ რომ რაღაც არ ვართ ისეთ გარემოში და შეიძლება ბრძოლას ეს არის ხო, გეგმა. არა, იმიტომ რომ ხო არჩევნებისთვის ვერ მოიმზადები ამ გარემოში, ფიქრობთ გზალა უნდა. და უცბად მოკითხოთ ასევე იმაზეც რომ BBC-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომლის თანახმადაც საქართველოში საპროტესტო აქციებზე გასულ წელს სავარაუდოდ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული კამიტი და სხვა ქიმიური ნაერთები იყო იქ ამ ნაერთებზე იყო საუბარი. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ რომ დეკემბერში მართული პარტიის ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ რომ მოამზადებდნენ გარკვეულ სარჩელს როგორც ადგილობრივად ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში რომ გაასაჩივრონ BBC-ს ეს მასალა და დეზინფორმაციას უწოდებენ დღემდე ამ ყველაფერს თუმცა წესით ამ დრომდე რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამ კუთხით თუმცა აი არაფერი არ გაკეთებულა და გუშინ ჩვენ ვუსვამდით ამ შეკითხვებს პოლიტიკურ მხარეებს და განსხვავებული შეფასებები გვესმოდა მათი მხრიდან თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით რატომ არ გაკეთდა ამ ეტაპზე არაფერი მართლ პარტიაში კი ამბობენ რომ კონკრეტული იურიდიული ჯგუფები და სპეციალისტები სწავლობენ პრაქტიკას საერთაშორისოს როგორც ბრიტანეთში ასევე ზოგადად ევროპაში და ამზადებენ რაღაცას და აი სადამდე შეგმოვიდეს ეს პროცესი და საერთოდ იქნება თუ არა ეს კონკრეტული საარჩელი მომზადებული არ ვიცი ამ დინარაძის სუსის ხუთხიანი გამოძიება არის ერთადერთი ალბათ რაც შეიძლება მტკიცებულებად გამოიყენოს ოცნებამ ამ საკითხთან დაკავშირებით აწყოშიც და წარსულშიც და მომავალშიც იმიტომ რომ ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი ისევ რომ თავი რო დავანებოთ ეხლა არსებობს BBC-ს სტანდარტი ეხლა BBC-ს ჩვენ ეხლა უფრო მაღალი წარმოადგენს რა თქმა უნდა ვიდრე ოცნების წარმომადგენლები არ ვიცი ეხლა მათ ეს სტანდარტი აქვს რომ შეიძლება მათ პროპაგანდისტული საშუალებები თუნდაც არის ანგარიშგასაწევი და სანდო საინფორმაციო საშუალება და BBC თუმე არ არის არ ვიცი ეხლა ეს იმ შეოს მაყურებელმა ხო რომელი არის მართალი ეგ ერთი ეხლა მეორე იქ აი თქვა გაეროს ექსპერტი იყო გასაგებია თვითონ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მეტი სანდო წყაროები რა უნდა ქონდეს ხო ჟურნალისტ გამოძიების წარმოებისას მაგრამ აი ამასაც თავი დაანებენ საქართველოში რამდენი აქცია დარბეულა მე მაგალითად არ ვიცი 20 ივნისის შემდგომ ვერც გავიხსენებ შეიძლება იმდენჯერ მოხდა ვარ დარბევის ეპიცენტრში თუნდაც ხო და 20 ივნისის ერთ დაზოგადებას 9 ყუია მოხდა მაგრამ ასეთი ასე ვთქვათ ჭავლისგან ასეთი დაზიანება არ მიუღია ადამიანებს არ ვიცი არც ერთი დარბევის დროს იმიტომ რომ ამ ჭავლის გამოყენების დროს მიიღეს ისეთი დაზიანებები რომლებიც აი თვეების მანძილზე ფაქტობრივად მათ ძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში გამოიხატა აი სულ სამედიცინო ექსპერტი არ იყო და მე სხვა პროპაგანდისტულ საშუალებას მეუნებონა ესეთ კითხვას მისვამდნენ რომ რატო საუბრობსო ეს ხალხიო და რატო არისო იდეოლოგიოლებიო სადაც ეს ადამიანები საუბრობენ თავის ჯანმრთელობას ანუ სადამდე მივედით რომ ჩვენი რეპუტაცია რახან ზიანდება ადამიანები რომელიც ვერ სუნხავდა თქვა თვეების მანძილზე ან ახველებდა და ნუ რა ვიცი 1000 უბედურება ჩვენი კოლეგებიც საშინლად დაზიანდნენ და დაზარავდნენ და შეიძლება სხვათა შორის ეს არის თავარი მნიშვნელოვანი რომ მათივე პროპაგანდისტული საშუალების წარმომადგენლები ხო დაზღვეულები არგუმენტები და ისინი ამ დღეში იქნებოდა რატო საუბრობსო ეს ხალხი ამაზე და ძალიან მარტივი რაღაც არის ქართული უდიდეს ნაწილისთვის რატო არის ძალიან სანდო ეს ინფორმაცია იმიტომ რომ ასეთი შედეგები ძალიან მცირედ ხო ვაკეთებ. დარბევას არასდროს არ ხონია. ამიტომ ძალიან მარტივად არის საქმე. ეს არის უსერიოზულესი სკანდალი და კოცების აღშფოთების და ნერვიულობის მიზეზი არის რა. კარგად ხედავენ ისინი ამერიკელ გადამწყვეტ მოქმედებებზეა გადასული, კარგად ხედავენ რომ მათ შიგნით ლეგიტიმაცია არ აქვს და კარგად ხვდებიან რას ნიშნავს აი საერთაშორისო სკანდალი ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე და ნუ გამოყენებაზე როგორც დიდი ალბათობით ჩანს, იგივე საერთაშორისო ამ კრიმინალურ სქემებში ჩართულობაზე სახელმწიფო დონეზე, კოლ-ცენტრების და ასე შემდგომ, რას ნიშნავს ამ რეჟიმისთვის. კარგად იციან და ამიტომ არიან ესეთი აღებულები. ბოლო კითხვა მექნება და ძალიან მოკლე პასუხი მაინტერესებს თქვენგან. ახსენეთ თქვენ სამთავრობო არხები და იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების დღეს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს ლევან სანიკიძემ უნდა ჩაანაცვლოს თინათინ ლოყუჩავა, ამაზე გასა პასუხი თინათინ ლოყუჩავამ, თუმცა თქვენგან მექნება ძალიან იქნება საინტერესო პასუხის გაგება. იგეგმება თუ არა გარკვეული საკადრო გადაადგილებები თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში, ძალიან მოკლედ რომ მითხრათ და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ჭორი არის და ამიტომაც ახლა რა ვიცი ყველაზე მოკლედ ეს პასუხია, რომ ჭორია და არ შესაბამება არანაირად სიმართლეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენთან მოგებულ შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი პავლენიშვილი და ამით დღევანდელი ნიუსრუმი დაასრულებულია 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით ეთერს კი ჩემი კოლეგა ნინი დავითაძე გააგრძელებს დროებით.